მოვედი თქვენთან დაპირებული ვიდეოთი, მოგეთ სლავაჩკას წინასწარმეტყველება აპოკალიფსზე, რომელიც ყველამ უნდა მოისმინოს. ბევრი ხა არაფერი კომენტარს გავუკეთებ, იმიტომ რომ ტექსტში ყველაფერია მოცემული. ერთადერთი რასაც ვიტყვი, ქვევით, როდესაც წავიკითხავ რუსეთის მეფის შესახებ, წინაზე რუსეთის მეფესთან დაკავშირებით ნაწყვეტი წავიკითხეთ, მოვისმინეთ წინა ვიდეოში. ეხლაც რო წავიკითხავ ქვევით რუსეთის მეფეზე და რუსეთის გამეფებაზე რასაც ვიტყვით, იცოდეთ რომ ქართულ ვერსიაში, ანუ საქართველოში რომ მონარქი გამეფდება, ანუ საქართველოსაც ანალოგიურად იქნება, ანუ რასაც წავიკითხავ რუსეთის მეფეზე, იგივე იგულისხმეთ საქართველოს მეფეზეც რა. ზუსტად ერთ-ერთში ყველა მოვლენა ზუსტად იგივენაირად იქნება რა. და იქ სიტყვაზე რომანოვები რო არის ნახსენები, ჩვენთან იქნება ბაგრატიონების თემა, ზუსტად ერთ-ერთში იქნება ანალოგიური, როგორც რუსეთში რა. ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია. ეხლა მაგალითად TikTok ლაივებში, რაღაცა სტრიმებს და ვიდეოებში, როდესაც მეკითხებიან ხოლმე უკანასკნელი მოვლენების და ბოლო ჟამის შესახებ, აი მე უკვე მივუთითებ რომ შემოვიდნენ და ეს ვიდეო ნახონ. იმიტომ რომ ყველას 1 საათიან პასუხს ხო ვეღარ გავცემ, ამიტომ აქ შეკითხვებზე პასუხებს აქ ვდებ და ეს პასუხები იქნება დადებული YouTube-ზე და შეგეძლებათ შემოხვიდეთ და ნახოთ და მოусმინოთ. რა ვიცი, მორწმუნე მრევლი ან ვიღაც ნაცნობები ვინც აკყავთ, შეგიძლიათ გაუგზავნოთ და მოასმენინოთ. ეს მე ეხლა ვთარგმნე ვაძიმის ბლოგი, ეს არის Glogger is Miami. იქ მოგედო ერთი რუსი არის მაიამიში და ის რაღაცა ბლოგებს დებს YouTube-ზე. იქიდან თარგმნე რაღაცა სლავაჩკას წინასწარმეტყველების ტექსტი მიწერეს და ვაძიმ იყვება სლავაჩკას წინასწარმეტყველების შესახებ რა. ისიც ასე ტექსტებს კითხულობს ამ ჩიპიზაციასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ რა. მოკლედ შუაში მე ერთ პატარა კომენტარს გავუკეთებ და მორჩა ეგ არის. რას ამბობს სლავაჩკა? მსოფლიო მმართველის მოსვლამდე ძალიან რთული დრო დადგება. იმაზე უარესი ვიდრე სტალინის დროს იყო. ყველაფრის თვალთვალი და მოსმენა მოხდება. ყველგან მოსასმენი მოწყობილობები იქნება განლაგებული და ინფორმაცია თავისთავად შეგროვდება. რას ნიშნავს თავისთავად? ეს არის ხელოვნური ინტელექტის გაშვება, რომელიც საკვანძო სიტყვების დახმარებით თქვენ მოგანიჭებთ სტატუსს, რომ ან ხარ სატანისტური სისტემისთვის სანდო და ან კიდევ არ ხარ სანდო. ინფორმაცია კი კომპიუტერული პროგრამის მიერ იქნება შეგროვებული. სლავამ თქვა, რომ ყველა ქუჩაზე, ბოძებზეც კი მოსასმენი აპარატები იქნება ჩამონტაჟებული და ხალხს შეეშინდებათ, რომ სახლებსა და ქუჩებში ილაპარაკონ, რადგან ყველაფრის აბსოლუტური მოსმენა იქნება. ანუ შეგახსენებთ ეხლა თუნდაც თბილისში, თუნდაც მთელ მსოფლიოში რო ხდება განახლება პარკების და ამ ბოძებს და განათებებს რო აყენებენ და ჭკვიარ განათებებს რო უძახიან, მთლიანად ამ მოწყობილობებზეა საუბარი. აქედან მოხდება მოსმენა ამ ყველაფრის. ჩიპები, რომელსაც იგი მიკროსქომებს უძახდა, ძაღლებს, კატებს, ფუტკრებს, პეპლებსა და ჭიებსაც კი ჩაუსვავენ ამ ჩიპებს. სლავაჩკას დედა ამბობდა, რომ მისი ვაჟის ამ სიტყვებზე ის იცინოდა კიდევაც. აი ახლა კი უკვე სასაცილოდ ნამდვილად აღარ არის საქმე. სლავაჩკა თავის საუბრებში სიტყვა ჩიპს არ იყენებდა, ამბობდა პატარა მიკროსქემაო. ის ამბობდა, რომ ყველგან ბოძებს დაამონტაჟებენ, საიდანაც ხალხის თვალთვალი და მოსმენა მოხდება. და ეს ყველაფერი იმუშავებს. რუსეთი იქნება ყველაზე პოლიციური რეჟიმის სახელმწიფო. კონცლაგერი, რომელიც მოსასმენი მოწყობილობებისა და კრემლის შეიარაღებული ბრიგადების დახმარებით ნებისმიერი სახის ხალხის პროტესტს ჩაახშობს. მთავრობა იქნება ანტიქრისტიანული და ქრისტიანები ამ დროს ძალიან დევნაში იქნებიან. თავიდან მთავრობა ღმერთის სასულიერო პირებს, მღვდლებსა და ბერებს მიაქცევს ყურადღებას. ისევე როგორც საბჭოთა ხელისუფლება, როცა კი მოვიდა, პირველ რიგში სასულიერო პირების განადგურებით დაიწყო. ზუსტად ახლაც მათ ასე აიღებენ და პირდაპირ დახოცავენ. ბევრი სასულიერო პირი, რომელიც ბოლო ჟამის მთავრობასთან არ იქნებიან თანხმობაში, პირდაპირ ეკლესიებში ჩამოახჩობენ ამ სასულიერო პირებს. ასევე ჩვეულებრივი მორწმუნეების დახოცვასაც დაიწყებენ, მაგრამ მათი მთავარი მიზანი მორწმუნე სასულიერო პირების განადგურებაა. სტალინისეული ტერორი უწყინარ ქმედებებად მოიჩვენებათ იმასთან შედარებით, რაც იმ დროს მოხდება მომავალში. ბევრ ტაძარში ლოცვას რწმენის სიმბოლოს
სხვა რამით შეცვლიან და შეეცდებიან საეკლესიო მსახურება გადააკეთონ. მორწმუნეები ამ ტაძრებში სიარულს შეწყვეტენ და ეკლესიებიც დაცარიელდება. ეკლესიებს სახელოსნოება და სასადილოებად გადააკეთებენ. საჭირო იქნება ისეთი მღვდლების მოძებნა, რომლებმაც რწმენას არ უღალატეს და მათ წინაშე აღსარების ჩაბარება და ზიარების მიღება. სხვანაირად ხალხი ვერ გაუძლებს და სულელებად იქცევიან. სლავა თქვა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ერთადერთი რამაა, რასაც შეუძლია, რომ ადამიანი დაზომბირებისაგან და სწრაფი დეგრადაციისგან დაიცვას და გადაარჩინოს. ეს კი მასიურ ხასიათს მიიღებს. ეკლესიაში სიარული აპოკალიფსის ბოლომდეა საჭირო, მაგრამ ეს უკანასკნელი ბიბლიური თარიღები როდის დადგება არავინ იცის. ოტრაკ ვიაჩესლავმა თქვა, რომ როდესაც დაიწყება ქრისტიანების დევნა, ამ დროს ყველა დიდ გზებზე, ანუ ტრასებსა და ავტობანებზე, იდგებიან პოლიციელები და ამიტომაც ასეთი გზებისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი. მორწმუნეები უნდა წავიდნენ ბუნებაში, მიწაზე საცხოვრებლად, რადგან დიდი სიცხეები იქნება იმ დროს. წვიმები აღარ იქნება, წყალი დაიწყებს გაქრობას და დაიწყება შიმშილი. მათ, ვინც ღმერთს არ უღალატა, ღმერთი მისცემს საშუალებას, რომ მიწის ნაკვეთზე რაიმეს მოყვანა მაინც შეძლოს. ღმერთი თავისიანებს დაიფარავს, თქვა სლავამ. არც ერთი ქრისტიანი, რომელმაც მიკროსქემა, ანუ ჩიპი არ მიიღო, შიმშილით არ მოკვდება. უბრალოდ მათ აღარც კი მოუნდებათ ჭამა. წარმოებული საკვების მცირედი დოზაც კი ეყოფათ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ღვთისმშობელიც კი გამოჩნდება ხალხთან და გააფრთხილებს მას და მას ანგელოზებიც გამოეცხადებიან ადამიანებს, რომ დატოვონ ქალაქები და დაეხმარებიან ქალაქებიდან გასვლაში. დევნილი ქრისტიანები მცირედი დასახლებებით იცხოვრებენ. თავდაპირველად ისინი განიცდიან გაჭირვებასა და ზარალს, ხოლო შემდგომ კი უკვე თავისუფლად იცხოვრებენ, რადგან მათ ღმერთი დაიფარავს და ისინი პოლიციელებისთვის უჩინარები გახდებიან. ისინი, ვინც თავს არ შეაფარებენ, მათ გამოსავალი აღარ ექნებათ. მათ დაიჭერენ და ანტიქრისტეს ბეჭედს ძალით დაასვამენ. ყველა გზაზე იდგებიან პოლიციელები, რათა გამოავლინონ ისინი, ვისაც მხეცის ბეჭედი არ ექნება მიღებული. დასაწყისისთვის ბოროტ-ძალას სახალისოდ ექნება საქმე. იქ ყველანაირი მანკიერება იქნება დაშვებული. მუსიკა, გართობა, ხალისი, ხოლო ისინი, ვინც მტკიცედ იდგებიან და ღმერთს არ გაყიდიან, არც ერთი დაავადებით და არც შიმშილით არ მოკვდებიან. ისინი ქრისტეს მოსვლამდე იცოცხლებენ და დაელოდებიან მას. სლავა ხშირად ამბობდა, რომ მთელ მსოფლიოს სარგებლის მიღების სურვილი და სიხარბე გაანადგურებს. ადამიანმა საკუთარი სულის გადასარჩენად უნდა იცხოვროს. რისთვის უნდა ხალხს ეს აგარაკები? რისთვისაა საჭირო მთელი ეს სიმდიდრე, თუ კი ისინი ამით საკუთარ სულს დააზიანებენ? თუ კი ადამიანი ღმერთს არ ეკუთვნის და სატანას ეკუთვნის, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? მაშინ ცხოვრებას აზრი არ ქონია და ასეთი ადამიანი, რომლის ცხოვრებასაც აზრი არ აქვს, უკვე აღარ არის ადამიანი, არამედ ის ზომბია. ვერაფერს ვერ შევცვლით, ზეცაში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. ძალიან მალე მიწაზე ღმერთი იქნება. ვალენტინა აფანასევნამ სლავას კითხა, როგორ გავიგოთ სიტყვების ახარებიდან, რომ უკანასკნელნი იქნებიან პირველები, ხოლო პირველები უკანასკნელნი, მოწოდებულნი მრავალნი, ხოლო მცირედი რჩეულნი. სლავა მახსნა, რომ უკანასკნელი ადამიანები ისინი არიან, ვინც ღმერთი არ გაყიდეს და მსოფლიო მართველის ბეჭედი არ მიიღეს. ისინი ცოცხლები დარჩემიან და ღმერთს დაელოდებიან. ახალ საუკუნეში კი ისინი პირველები იქნებიან. არჩევანი იქნება გასაკეთებელი. შენ ან ქრისტეს მხარეს ხარ, ან კიდევ სატანის. სატანა კი თქვენი დღევანდელი მართველები არიან. ამ ყველაფრის გარეთ ყოფნა ვერ მოხერხდება. მსოფლიო მმართველის მოსვლამდე გამოჩნდება მისი ფული და მას ევროს დაუძახებენ. უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც ევროზე გადავა, იქნება ამერიკა. და დააკვირდით, როგორ ხდება ახლა დოლარის გაუფასურება და როგორ მალე გადავა ევროზე ამერიკა. ალბათ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში დოლარის გაუფასურება აშკარად ხდება. ანტიქრისტეს მოსვლის წინ რუსეთში პოლიციური სახელმწიფო შეიქმნება. ის, რასაც ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ. მსოფლიო მმართველობა მასიურად იმპლანტაციას განახორციელებს და ხალხს ძალდატანებით კანქვეშ მიკროსქემებს, ანუ ჩიპებს ჩაუყენებს. მოსკოვის რამოდენიმე სამშობიარო საავადმყოფოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ბავშვებს საიდუმლოდ უდგავდნენ კანქვეშა ჩიპებს. ეს ბავშვები ძალიან ჭკვიანები გაიზარდნენ და საბოლოო ჯამში ისინი ბანკირები და ახალგაზრდა მმართველები გახდნენ.
ეს ჩიპები იდგმება თავში, პირდაპირ ტვინში. სლავამ თქვა, რომ დასაწყისისთვის ხალხი ნებაყოფლობით ჩაიდგამენ ჩიპებს და კიდევ უფრო უარესი, მოითხოვენ კიდევაც ჩიპების ჩადგმას. შემდგომ კი ჩიპების ჩადგმა იძულებით მოხდება. ამ მიკროსქემიდან სიგნალი გამოვა და ადამიანები, რომლებისგანაც ეს სიგნალი არ გამოვლინდება, მათ დაიჭერენ და ძალდატანებით დაჩიპავენ. ჯარი და პოლიცია იმ დროს ერთი და იგივე იქნება და ისინი ხალხს ძალდატანებით დაჩიპავენ. დაჩიპული ადამიანების ქცევები შეიცვლება. არსებობს თოჯინები, რომლებსაც ბევრი ძაფი აქვთ გამოყვანილი და ეს ხალხიც ამ თოჯინების მსგავსად იქნებიან. რომელ ძაფსაც ეშმაკი მოკაჩავს, ისიც იმას გააკეთებს. ანუ დაჩიპული ხალხი მარიონეტები და თოჯინები იქნებიან დემონის ხელში. რაც დემონს მოუნდება, ეს ადამიანებიც იმას გააკეთებენ. ამ ადამიანების სულზე და სხეულზე იქნება სრული კონტროლი დემონებისგან. ისინი იქნებიან როგორც ზომბები. ქრისტიანები, რომლებიც ანტიქრისტეს ბეჭედს გაექცევიან, ქალაქებიდან და საგზაო ტრასებიდან საკმაოდ შორს სწავლენ საცხოვრებლად. პატარა დასახლებებს გააკეთებენ და ისე იცხოვრებენ, ამ დასახლებებს კი ღმერთი ისეთი ძალისხმევით დაიცავს, რომ ბოროტი ძალებისთვის ეს ტერიტორიები ხელმისაწვდომი არ იქნება და მათ თითქმის ვერ მიაგნებენ. სატანა უბრალოდ მათ დანახვას ვერ შეძლებს, მაგრამ შიმშილისა და შიშის მოთმენა კი ნამდვილად მოუწევთ ამ დასახლებების მაცხოვრებლებს. მაგრამ არც ერთი ადამიანი ამ ხალხიდან არც შიმშილით და არც ავადმყოფობითა და არც არაფრის გამო არ მოკვდება და არ მოკვდებიან. ამ ხალხთან ანგელოზები მივლენ და პირდაპირ ხილულად დაუწყებენ დახმარებას. მათ ღმერთი მისცემს საშუალებას, რომ რაიმე გაზარდონ და მოიყვანონ და სოფლის მეურნეობით თავი გამოიკვებონ. ეს ხალხი გადარჩება და ქრისტეს მეორედ მოსვლას დაელოდება. ზუსტად რუსეთში ყველაზე მეტი ხალხი არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს. ოტრაკ ვიჩესლავი ამბობდა, რომ მისი დედა ვალენტინა აფანასევნა ანტიქრისტეს ეპოქამდე მიაღწევს ცოცხალი, მაგრამ იგი 2022 წელს უკვე გარდაიცვალა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წინასწარმეტყველება პირველ რიგში არის გაფრთხილება, ხოლო დანარჩენი სცენარი განვითარდება ისე, როგორც ღმერთი დაუშვებს. გახსოვთ ხომ, რომ სატანა სიცრუის მეფეა და ისიც გარკვეულია ყველა წინასწარმეტყველებაში და იცნობს მას. ამიტომ საკუთარი თავით იფიქრეთ, წმინდა წერილი წაიკითხეთ და ილოცეთ. სლავაჩკამ თქვა, რომ თავიდან ყველაფერს მოამზადებენ და მერე უეცრად მოვა ანტიქრისტე. აი რუსეთში კი, რომელიც საპოლიციო სახელმწიფო იქნება, იმაზე უარესი დრო დადგება, ვიდრე სტალინის დროს იყო და ხალხს ფიზიკური ძალდატანებით დაჩიპავენ და ეს ანტიქრისტეს გამეფებამდე მოხდება. მსოფლიო პასპორტი და იზოტოპური დაბეჭდვა ჯერ კიდევ ანტიქრისტეს მოსვლამდე დაიწყება. ის უცაბედად გამოჩნდება და მას თან უცხოპლანეტელების დემონური წარმომადგენლები ეხლება. ისინი მასიურად დაეშვებიან მთელ დედამიწაზე. მათ, ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებს, ღმერთი არავის არ აპატიებს ამას. იგი ბავშვებსაც კი არ აპატიებს ამას. საერთო ჯამში ვოტრა ვიჩესლავს ახალი არაფერი არ უთქვამს. მან უბრალოდ დეტალურად და კონკრეტულად გვამცნო ის, რასაც 2000 წელი ბიბლია გვაფრთხილებდა. ადამიანები, რომლებიც ჩიპს არ მიიღებენ, ისინი არც ანტიქრისტეს ბეჭედს დაიცვავენ. და ისინი ამით მთელ მათ შთამომავლობას გადაარჩენენ. ეს სლავა ვიატეჩესლავის სიტყვებია. ვალენტინა აფანასევნა ყვებოდა, რომ ბევრი წერილი მოდიოდა და ხალხი ჩივის, რომ მათ ეშმაკები აუპატიურებენ. ამ სიტყვების ბუკვალური და პირდაპირი გაგებით. ვაძი მახსოვს, რომ მსგავსი წერილი თქვენც წაიკითხეთ. ისინი, ვინც ღმერთის გაყიდვას შეეჩეხნენ, ამის გამო მათ დემონები თავს ესხმიან და კაცებსაც და ქალებსაც აუპატიურებენ. მერე შუაში იყო ასევე ტექსტები, ძალიან გაწელილი და ის აღარ დავიწყე, ზეპირად ვიცით, რომ მოგეთ სამავთყოფოებსა და მაღაზიებში იქნება ამ ხელის დადებით და ჩიპებით და ხელის დადებით და ბიომეტრიით იქნება შესვლა და გამოსვლა და იმის გამო, რომ ხალხი სამავთყოფოში ვეღარ შევა, დაიხოცებიან ამავთყოფოებების რაღაცის გამო სიტყვაზე რა. თავიანთ სახლებში მოკვდებიან, მაგრამ ეგეთ სამავთყოფოებში მაინც არ შევლენო და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, რომ ხელის დადებაზე იქნება შესვლა სამავთყოფოებში და იმაში მაღაზიებში. ეხლა იმ დღესაც ვლაპარაკობდი, ეხლა რომ ტვინი აქვს შეჭმული პლუს ქულები და ჩვენი ბარათი არა გაქვთ და ჩვენი ბარათი არა გაქვთ, ეს ყველაფერი PSP-ს თავისი ბარათია, გორნაბიჯის თავისი ბარათი, გვირილას პარი, რაღაცა სპარს მე მგონი არ აქვს და ძირთადად ყველას აქვს თავისი რაღაცა ბარათი. ესეც არის
შემზადება იმისთვის, რომ ბარათიანი ადამიანები, რომლებიც ქულებს აგროვებენ, აი განსაკუთრებით ორნაბიჯი კლუბის წევრი ხარ, რაღაცის წევრი ხარ, აი ეს არის შემზადება იმისთვის, რომ შენ გექნება უფრო მეტი, ესე იგი, უფრო ნაკლებად იყიდი პროდუქტს, ვიდრე ვინც ამ კლუბის წევრი არ იქნება და ვისაც ბარათი არ იქნება. როდესაც მე მაგათ ახლა ეს ამ ბარათებს მე ჩავეხსენი უკვე, იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან მარაზმში გადადის და ძალიან პირად მონაცემებს ითხოვს უკვე ეს აპლიკაციები რომ შეავსო და უკვე ძალიან იქექება შენს პირად ცხოვრებაში, ანუ მან უკვე სისტემა მიცის სად რა იყიდე პროდუქტი და უკვე მარაზმია და ეს არის შემზადება იმისთვის, რომ შენ ფსიქოლოგიურად მოგამზადონ, რომ შენ თუ რამ რაღაცის წევრი არ იქნები, ამ ბარათების წევრი და პლუს ქულების და რაღაცების წევრი, შენ უკვე მიუღებელი იქნები ამ დაწესებულებისთვის. ანტიქრისტეს მოსვლამდე ხალხს ისე დააბნევენ, რომ ძალიან ბევრს საერთოდ აერევა გონება და რწმენას დაკარგავს. ხალხს სპეციალურად დაურევენ გონებას, რათა მათ მარტივად მიიღონ ანტიქრისტეს ბეჭედი. ვიაჩესლავი ამბობდა, რომ ყველა მეცნიერება დედამიწაზე არასწორია. სხვა პლანეტებიდან ჩვენთან არავინ არ მოფრინდება. უცხო პლანეტელები კი სინამდვილეში დემონები არიან. სლავამ რთქვა, რომ ანტიქრისტე თავს ღმერთად გამოაცხადებს. ამ მმართველის სხეულში სატანა შევადა ისეთი საშინელი ჰიპნოზის ძალით იქნება დაჯილდოებული, რომ სხვადასხვა რელიგიის ხალხები მასში საკუთარ ღმერთს დაინახავენ. მხოლოდ ბუდისტები დაეჭვდებიან, რადგან ბუდა მოსვლას არ აპირებდა. ანტიქრისტეს გარშემო უამრავი ეშმაკი იდგება, მაგრამ ხალხი მათ მაგივრად ანგელოზებს დაინახავენ. ანტიქრისტეს თოვლივით თეთრი სახე და წითელი თვალები ექნება. ადამიანები კი მასში ყველა თავისი რელიგიის საკუთარ ღმერთს დაინახავენ. ეს იქნება საშინელი ჰიპნოზი და ხალხს ძალიან ძლიერი სურვილი ექნება, რომ ანტიქრისტეს შეხედონ და ამიტომაც თვითონვე მიირბენენ სრულ მესიასთან. იგი მიწაზე ელვისებული სისწრაფით მოახერხებს გადაადგილებას. სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები თითქმის ერთდროულად დაინახავენ ანტიქრისტეს. იგი თითქმის ყველგან გამოჩნდება, მაგრამ ეს არ იქნება მისტიკა ან ფოკუსი. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ძალიან ჩქარა ბუკვალურად რომ თქვა წამიერად გამოჩნდება და იხილავს მას ხალხი. ყველა ხალხებს მოუნდებათ მისი პირდაპირ ხილვა და შეკითხვების დასმა და ამიტომაც მას ხალხი ტალპებად დახვდებიან. ის კი მასობრივად ჰიპნოზებს ჩაატარებს და ცრუ სასწაულების დემონსტრირებას მოახდენს. მისი სახეში შეხედვა არ შეიძლება. ვინც კი შეხედავს, მისი ცნობიერება დაიკარგება და აბსოლუტურად დაზომბირებულები გახდებიან. ძალიან დიდი ცდუნება იქნება, რომ ანტიქრისტეს შეხედოს ადამიანმა. თითქმის გადაულახავი ცდუნება ექნება ხალხს. მხოლოდ ერთეულები შეძლებენ ამ ცდუნებას გაუძლონ. ანტიქრისტემდე სატანამ თითქმის ყველა ეკლესიას დაიკავებს და ყველა მას დაუწყებს მსახურებას. დასაწყისისთვის რაღაცა დროის განმავლობაში ანტიქრისტე შეშფოთებულიც კი იქნება მართლმადიდებელი მმართველის გამო და თითქოს და მხარდაჭერასაც კი გამოუჩენს მას. ანტიქრისტე მასზე ადრე გამოჩნდება, მაგრამ ანტიქრისტე რუსეთში დიდხანს არ გაჩერდება და მხოლოდ ფრაგმენტულად გამოჩნდება ხოლმე ხან აქ და ხან იქ, ანალოგიურად საქართველოშიც. როგორც კი მსოფლიო მმართველი ხელისუფლებაში მოვა, ის ძალიან კარგი ეკონომიკა შექმნის. დასაწყისისთვის ის ცრუ სასწაულებით მოატყუებს და მოხიბლავს ხალხს. მაგალითად, ცარიელი მატარებლის ვაგონს დააყენებენ, შიგნით დადებენ მხოლოდ ერთი შესქელებული რძის ქილას. დაკეტავენ და როცა გააღებენ, ამ შესქელებული ქილებით იქნება ვაგონი სავსე, ზგუშიოკას რო უძახით, რომელსაც რეალურად შეჭამს ხალხი, იძახდა სლავა. ფოკუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ დემონებს არაფრად არ უღირთ ერთი ვაგონის ასეთი ქილებით გავსება. ამ ყველაფრის აღება სარეზერვო საკვებიდან მოხდება, მაგრამ როცა რეზერვი გათავდება, მერე უკვე საშინელი შიმშილი დადგება. ასევე კიდევ სხვა უამრავი ცრუ სასწაულები იქნება, როდესაც მაგალითად ანტიქრისტე ჰიპნოზის დახმარებით ხალხს დაანახებს, რომ თითქოს და მთები გადაადგილა. აი ჰიპნოზის გარეშე რეალურად კი ციდან ცეცხლის წვიმას წამოიყვანს. ანტიქრისტე ყველა წინასწარმეტყველს აუკრძალავს თავის საქმიანობას და ასევე მართლმადიდებლური ქადაგებებიც აიკრძალება მსოფლიოში. ეს ჩინეთში უკვე დაიწყო. იმ მიზეზით, რომ თითქოს და ღმერთს თანამდებობა არ ჭირდება. ანტიქრისტეს გაბატონებამდე ქალები სიწმინდეს და ნამუსს დაკარგავენ. თითქმის სულ გახდილები ივლიან. გარყვნილებაში გაეხვევიან და პირიქით ამით იამაყებენ კიდევაც. აქედან კი მოგება მხოლოდ ერთი იქნება მათთვის, რომ ხალხი მასიურად იქნება გადაშვებული ჭამასა და ალკოჰოლის სმაში და ასეთებს ეშმაკები პირდაპირ და შეუფარავად გამოეცხადებიან საკუთარი საშინელი სახით. ასეთ დროს ჯოჯოხეთი ბოროტისულებისგან დაცარიელდება და ეშმაკები დედამიწაზე იმხიარულებენ ადამიანებზე.
ბოროტი ძალები ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაწევენ. ამის მერე კი დედამიწაზე რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხილულად გამოჩნდებიან ანგელოზები და მერე უკვე ღმერთიც მოვა. ამისათვის უკვე დიდი მზადება 60-იან წლებში მოხდა, როდესაც მსოფლიოში სექსუალური რევოლუცია გავრცელდა. ახალგაზრდება სიამოვნების პოვნა სექსსა და ნარკოტიკებში დაიწყეს. თავისუფლება მოითხოვეს. ეკლესიებში კი მამათმავლების დაქორწინებები დაიწყო. ძმათა მკვლელი ომების დალოცვას დაიწყებენ ეკლესიებში, მაგრამ ქრისტიანებისთვის რუსეთში უკანასკნელი იმედი გამოჩნდება და უფლის ნებით რუსეთში უკანასკნელი მართველი მოვა. სლავა თქვა რომ რუსეთს მეფე აუცილებლად ეყოლება და ის ყველასთვის მოულოდნელად და უეცრად გამოჩნდება. მაშინ როცა მისი მოლოდინი უკვე აღარავის არ ექნება. მეფე ტელევიზიით ყველა სიმართლეს მოყვება, თუ რა უქნეს რუსეთს მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. მე მინდა მიმართო ყველა მართლმადიდებელს და ვთქვა რომ იმის გათვალისწინებით რომ ეშმაკმაც ყველა წინასწარმეტყველება იცის, ამიტომ შეიძლება დიდი ხნის ნანატრ და მომლოდინე მეფის მაგივრად შეიძლება ვინმე მეფის ნაცვალით ჩაუსვან ხალხს. მაგრამ ღმერთმა დიდი განსჯის უნარი მოგცა და ამიტომაც ხალხნო, სანამ ვინმეს მიამიტურად დაემორჩილებით, იქამდე ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ. სლავა თქვა რომ ღმერთისგან ბოძებული მეფე ისეთი ნიჭებით იქნება დაჯილდოებული, რომ შეუძლებელი იქნება მისი მოტყუება და გაცურება. სახელმწიფო საქმეებში იგი სრულად 100%-ით ღმერთის მიერ იქნება მართული. მეფე შეკრიბავს ყველა იმ ქრისტიანს, ვინც ღმერთს არ უღალატეს და დაიწყებენ ბრძოლას ანტიქრისტეს წინააღმდეგ და გაიმარჯვებენ მასზე. როდესაც მონარქი ხელისუფლებას ჩაიბარებს, პირველს რასაც გააკეთებს, სახელმწიფოსა და ეკლესიას განწმინდავს იმ ხალხისგან, ვინც ღმერთს ზურგი აქცია. დიდი წმენდა იქნება და მეფე ზოგჯერ სასტიკ მეთოდებსაც მიმართავს. ღმერთი დაიწყებს მართვას მეფის დახმარებით და ის იქნება წარმოდგენილი როგორც ანტიქრისტეს ანტიპოდი. როგორც ადრეც ითქვა, ანტიქრისტეს ენელო უცხოპლანეტელები დაეხმარებიან, ანუ დემონები და უამრავ ფოკუსს ჩაატარებენ ცაში და მათ შორის ადამიანების განკურნებასაც მოახდენენ. სლავაჩკა ამბობდა, რომ მონარქი სანამ ძალაუფლებას მიიღებს, მანამდე თავადაც კი არ ეცოდინება, რომ იგი სინამდვილეში მეფეა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში იეჭვებს და მხოლოდ ამის მერე მიეცემა ღმერთისგან დიდი ძალები და უნარები, მაგრამ ეს უკვე ძალიან მძიმე დრო იქნება რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. ქვეყანა თითქმის სრულიად განადგურებული იქნება და მეფეს დანგრეული სახელმწიფო ჩაბარდება. მთელ მსოფლიოში და ასევე რუსეთშიც მოხდება უძლიერესი მიწისძვრები და ამის გამო მატარებლები ყველგან აღარ ივლიან და ისიც მხოლოდ მცირე მარშრუტებზე მოახდენენ გადაადგილებას. ბოლოს ელექტრიჩკებსაც გააუქმებენ. ქვეყანაში აღარ იქნება ნავთობი და საწვავი და ამიტომაც მთელი საჰაერო ტექნიკა და ჩვეულებრივი ტრანსპორტიც უბრალოდ იდგება აეროპორტებში. შორეული აღმოსავლეთიდან დაიწყება დენის გათიშვა და ბოლო ეტაპზე უკვე მოსკოვსაც გათიშავენ. ბოლო დროს მონარქის გარშემო ის ხალხი შემოიკრიბება, ვინც ღმერთს არ უღალატეს. ისინი პირველები იქნებიან, ვინც ახალ საუკუნეში შეაბიჯებენ და იქნება წმინდა მმართველი უკანასკნელი ქრისტიანებისთვის. მის შემდეგ კი ღმერთი მოვა. მართლმადიდებელ მეფეზე ბევრი წინასწარმეტყველება არსებობს. ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთში, ვლადიმერში დაინიშნება დიდი ბატონი მეფეების შთამომავლობიდან და ის მოვა სიბირიდან, აღმოსავლეთიდან. მას დიდი რუსული გონება ექნება და ის გენერლის წოდებაში იქნება. ის სამშობლოს მოღალატეების მიმართ მტკიცე და სასტიკი იქნება. მეფეს ძლიერი ნება და დიდი ფიზიკური ძალა ექნება. მეფე გააერთიანებს სლავ ხალხებს, სამეფო პირი რომანოვებიდან. სლავაჩკამ თქვა, რომ ღმერთის მეორედ მოსვლის წინ დედამიწაზე იქნება ომი, რომელშიც ყველა სახელმწიფო იქნება ჩართული და რუსეთიც ასევე. ეს ერთდროულად ანტიქრისტეს მმართველობისა და რუსეთის მეფის დროს იქნება. მთელი მსოფლიო ორად გაიყოფა. ერთნი ანტიქრისტეს მხარეს, ხოლო მეორენი რუსი მმართველის მხარეს დადგებიან. რუსეთის მხარეს იქნება გერმანია, ჩეხოსლოვაკია, სერბეთი, რუმინეთი. მხოლოდ ფრანგები და ინგლისელები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებენ და შესაბამისად თავისთავად მართლმადიდებელ მებრძოლებს შეუერთდებიან. ანუ გესმით რაზე ალაპარაკი ამ წინასწარმეტყველებაში, ანუ მაგ დროს უკვე რუსეთს დაპყრობილი ექნება საფრანგეთი და ინგლისი. ხვდებით რაზე ალაპარაკი? ანუ ეხლა ევროპაში რომ ომი უნდა დაიწყოს რუსეთმა და უკვე დაანონსებული რაც არის. აი მაგ დროს უკვე დაპყრობილი ექნება.
უკრაინა ყველაზე რთულ მომენტში რუსეთის მხარეს აღარ დადგება, მაგრამ უკრაინელი ხალხი არც რუსეთის წინააღმდეგ წავა. საბოლოო ჯამში კი უკრაინას და ბელორუსიას როგორც ერთი მთლიანობა შეუერთდებიან რუსეთს. ყველა სლავური ხალხები შეუერთდებიან რუსეთს. გესმით რაზე ლაპარაკი? ეს ნიშნავს, რომ ამ დროს უკრაინა ბოლომდე დაპყრობილი ექნება რუსეთს, ბელორუსიაც ისედაც და ეს ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენას, რაზეც მე ადრე არაერთხელ ვისაუბრე. უკანასკნელი ბრძოლა კი ისრაელში მოხდება. ბოლო შეტაკებებში მონაწილეობას ხილულად მიიღებენ ანგელოზები და დემონები და მაგ დროს უკვე არსად არავისგან აღარავინ დამალვას აღარ დაიწყებს. ადამიანები თავიანთი მხედველობით დაინახავენ რეალურად ანგელოზებსაც და დემონებსაც. ბოლო ბრძოლაში ანტიქრისტე იარაღის ყველა სახეობას გამოიყენებს, ქიმიურსაც და ბაქტერიოლოგიურსაც. ყველაფერი ცაც და მიწაც დაიწვება და ცეცხლში იქნება გახვეული. დედამიწა დარჩება საშინლად დანგრეული და არაფერი ცოცხალი მასზე აღარ გადარჩება და ზუსტად ასეთ მოწამლულ და განადგურებულ მიწაზე მოვა უფალი. ვინც გადარჩება ამ დროს, აი ის შეხვდება უფალს. სცენარები საერთოდ აღარანაირი აღარ იქნება დედამიწაზე. ხმელეთზე მუდმივი ბინდი იქნება და ციდან შუქი საერთოდ აღარ იქნება. ქარხნები და შენობები ყველაფერი ჩამოიშლება. მიწაზე უზარმაზარი ბზარები იქნება. ძვირფასეულობა და ოქრო ქვიშასავით ძირს ეყრება. ეს ყველაფერი მომავალი საუკუნის სამშენებლო მასალა იქნება. როცა უფალი მოვა, ყველაფერს განწმენს და 64-ს ახლიდან დააფუძნებს დედამიწაზე. 64 უკვე არა მარტო ცაში, არამედ მიწაზეც იქნება. ღმერთს ანგელოზები და ადამიანები მიახმარებიან სამყაროს აღდგენაში. ის ხალხი, ვინც ღმერთს არ უღალატეს. ადამიანები დარგავენ ისეთ ხეებს, რომლებიც ძალიან სწრაფად გაიზრდებიან. ანგელოზები ჩავარდნილ ადგილებს შეავსებენ და მიწა იქნება თანაბრად სწორი და ბრტყელი. დედამიწა გახდება ძალიან ლამაზი, მაგრამ სრულიად სხვანაირი. ამ ახალ მსოფლიოში ადამიანების ცხოვრება იქნება სრულიად უსაფრთხო და ადამიანები უკვე აღარ დაზიანდებიან, არც წყალში ჩაიძრებიან, არც დაიმტვრევიან და აღარაფერი ცუდი აღარ მოხდება, ასეთი რამე შესაძლებელიც კი არ იქნება. აღარ იქნება აღარც დაავადებები და აღარც სიკვდილი. ადამიანები კი უსაფრთხოდ და უკვდავებაში იცხოვრებენ. აღარც მზე და აღარც მთვარე უკვე აღარ იქნება. იქნება რაღაც სრულიად სხვა. არც წლის სეზონები იქნება. ჰაერი და მიწა გაიწმინდება. ადამიანებიც შეიცვლებიან და სხვანაირი შემადგენლობასა და სიცოცხლის სხვა ფორმას მიიღებენ. სამოთხეში ადამიანები ერთი ასაკისა და სიმაღლის იქნებიან და გამრავლება უკვე აღარ მოხდება. ადამიანები ერთმანეთისას უსიტყვოდ გაიგებენ. არანაირი ტექნიკა აღარ იარსებებს. არ იქნება არც ტრანსპორტი. ადამიანები თავად შეძლებენ უზარმაზარი სიჩქარით გადაადგილებას სივრცეში. ხალხი ხეების ნაყოფით დაიწყებს გამოკვებას, რომლებიც ჩქარა გაიზრდება ხოლმე. საშინელი სამსჯავრო კი უკვე ახლად აღმდგარ დედამიწაზე მოხდება. მაშინ როცა უკვე დედამიწაზე ჩანერგილი იქნება 64. ადამიანები თითქმის 1000 წელს იცხოვრებენ. ისევე როგორც ადამი და ევა და ღმერთი მათ კვლავ გამოცდის. ამ ადამიანებს კი ღმერთი მისცემს ნებას, რომ დემონებს შეებრძოლონ და რათა საბოლოოდ შეარწმუნონ დემონები. ადამიანები ეშმაკებს შეებრძოლებიან და დაამარცხებენ მათ. ეს იქნება უკანასკნელი გამოცდა. დემონებისთვის კი ეს იქნება უკანასკნელი განადგურება. ამის შემდეგ ლუციფერი ვეღარასოდეს ვეღარ შეძლებს დედამიწაზე მოხვედრას. სამწუხაროდ კვლავ გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც იმ მომენტშიდაც უღალატებენ ღმერთს. აი ამ მოვლენების შემდეგ დაიწყება საშინელი სამსჯავრო. ოტრაკ ვიჩესლავმა თქვა, რომ ის დედამიწაზე ხალხის გადასარჩენად მოვიდა და ჩვენი დრო ზუსტადაც რომ უკანასკნელი დროა. ღმერთი უკვე ასეთ წინასწარმეტყველებს ხალხს აღარ მისცემს. სლავაჩკას სიცოცხლის მიზანი ის იყო, რათა მას ადამიანები გაერთხილებინა, რომ მათ ღმერთისთვის არ ეღალატათ, რომ რთული დროის გადატანა ნამდვილად შეიძლება და რომ მალე ეს ყველაფერი დასრულდება და ღმერთიც მალე მოვა საშველად. ამის შემდგომ ჩვენ გავაგრძელებთ უკვე მერე საუბარს პროექტ Zombie Zone-ზე და როგორ უნდა გავიხიზდოთ ტყეებში, როგორ უნდა დავიჭიროთ თავი შორს, როგორ უნდა საქართველოს ბუნება კი გვიწყობს, ხესთამოგეთ ბუნება არსებობს, ბუნება გვაქვს, თები გვაქვს და როდესაც ეს ყველაფერი იქნება, ჩვენ დაგეგმილად შევაფარეთ თავს ტყეებს და ჩვეულებრივად გადავრჩებით და გადავიტანთ. ერთი დიდი სალაშქრო ბანაკები გვექნება მოწყებული. პრობლემა არ არის.
მთელი ცხოვრება ვატარებდი ლაშქრობებს და ეხლა კიდე ერთ დიდ ლაშქრობებს მოვაწყობთ და ეგ იქნება. ამის გამოცდილება კი აი საკმაოდ მაქვს რა. აბა